ყველას მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენო სპორტსმენებო და მეთევზეებო. დასრულდა ჩვენი ნაკრების ასპარეზობა უნგრეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ჩატარდა freestyle method feeder სტილში. ჩვენმა ნაკრებმა გაატარა სრული სავარჯიშო 4 დღე და პლუს 3 ტური საშეჯიბრო დრო დავყავით აქ და შედეგი ყველამ ვიცით. მაგრამ მე მაინც რადგან ხედავდი სოციალურ ქსელებში ძალიან დიდ ინტერესს ამ ასპარეზობის მიმართ, თავისუფლად ჩავთვალე რომ რაღაცნაირად მცირე მიმოხილვა გამეკეთებინა ჩვენი ნაკრების ასპარეზობის შესახებ, ასევე იმის შესახებ თუ როგორ მივედით იქამდე რომ ეს სტილი შეიქმნა საქართველოში, როგორ გადავწყვიტეთ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა და ზოგადად რა თქმა უნდა თვით ასპარეზობის დეტალებსაც შევეხები და შევეცდები რაღაცნაირად აგიხსნათ ამ სტილის სპეციფიკა, რომ ყველასთვის გასაგები იყოს საერთოდ რას ეხებოდა ეს ასპარეზობა, როგორ მიმდინარეობდა და რა სპეციფიკით გამოირჩეოდა. უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ თვითონ ფიდერის ფედერაცია იყო ავტორი ამ სტილით თევზაობის საქართველოში. ჩვენ რამდენიმე ძველი ასე ვთქვათ სპორტსმენები, რომლებიც უკვე ჩამოშორებულები ვიყავით აქტიურ სპორტს და რაღაცნაირად ჩვენი ყოფითი საქმიანობით ვიყავით დაკავებულები. პლუს ფედერაციის აქტიური წევრებიც, რომლებიც გამგეობაში დიდი ხანია ამ იდეას ატარებდნენ, გავერთიანდით და საფუძველი ჩაუყარეთ ამ freestyle მეთოდის განვითარებას. ამას კიდევ ხელი შეუწყო იმან, რომ შეიქმნა კარპის ტბა, თქვენ ყველამ კარგად იცით, საამურის ტბა, სადაც რეალური შესაძლებლობა იყო, რომ ჩვენ სპორტსმენებს კობრის ჭერაში მცირეოდენი გამოცდილება მაინც მიეღოთ ამ მოსამზადებელ პერიოდში. ჩვენ ჩავატარეთ, ასე ვთქვათ, ექსტერნულად ზამთარში, ზამთრის პერიოდში 8 ტურიანი საქართველოს ჩემპიონატი, რათა მოსწრებულიყო, რომ ჩამოყალიბულიყო ნაკრები, რომ მოგვესწრო მაისში ამ ნაკრების წარგზავნა საქართველოს სახელით freestyle method feeder-ის მსოფლიო ჩემპიონატზე. ახლა მოგეხსენებათ 8 ტურიანი ასპარეზობის შემდეგ და პლუს კიდე 2 ტური უკვე ახალად დაწყებულ ჩემპიონატში ნამდვილად არ იქნებოდა საკმარისი რომ ნაკრები სათანადოდ მომზადებული წასულიყო, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი ზუსტად ის ადგილია, სადაც თუ რაიმე გამოცდილება გინდა რომ მიიღო, იქ უნდა იყო. ამას არ უნდა ჩამორჩე. რა თქმა უნდა, ჩვენ გქონდა კარგი ასპარეზობის იმედები, მაგრამ ძირითადი მიზეზი და მიზანი ჩვენი ნაკრების გამგზავრების იყო კიდევ ერთხელ სწავლა და სწავლა. რომ გვესწავლა საერთოდ ეს სტილი რას ნიშნავს, როგორ თევზაობენ მსოფლიოს წამყვანი სპორტსმენები და საერთოდ რა სპეციფიკით გამოირჩევა მეთოდ ფიდერი უკვე ისეთ მაღალ რანგში, როგორიც არის მსოფლიო ჩემპიონატი. მომზადება ჩვენი წავიდა ისევ და ისევ საამურის ტბაზე, ვიჭერდით კობრებს, კარგათაც ვიჭერდით და რაღაცა გარკვეული ილუზიებით შეგვექმნა, რომ ჩვენ შევძლებდით მსოფლიო ჩემპიონატზე აქაურ კობრებთან გამკლავებას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საქმე ბევრად უფრო საინტერესოდ გამოდგა, ბევრად უფრო რთულად გამოდგა და ამის შესახებ ნელ-ნელა ვეცდები რომ ჩამოაყალიბო ის სირთულეები, რა სირთულეების გადალახვა ჩვენ მოგიწვია და რაც კიდეც ვერ გადავლახეთ და ეხლა ვაანალიზებთ და ვფიქრობთ და კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. მოკლედ პირველი დღე ჩვენი აქ ჩამოსვლისა გამოირჩეოდა იმით, რომ შეჯიბრამდე 1 დღით ადრე, უბრალოდ სავარჯიშო დღეების დაწყებამდე 1 დღით ადრე უკვე ვიყავით წყალსატევზე, სადაც ვიცოდით, რომ ვარჯიშობდნენ უკრაინელები და ბოლოს შევიტყვით, რომ უკვე ბრიტანელებიც ვარჯიშობდნენ. ოღონდ მინდა მაინც იცოდეთ რა სპეციფიკით გამოირჩევა ეს წყალსაცავი, რომ ჩვეულებრივი ტბა არეგონოს ვინმეს და ეს არის ოლიმპიური სანიშბოსნო არხი, რომელიც არის მკაცრად გეომეტრიულად გაწერილი ფორმის, არის 2 კილომეტრნახევრიანი, ასე ვთქვათ, ოთხკუთხედი წყალსაცავი, თავისი ძალიან დაგებული სანიშბოსნო ხაზებით, სადაც ვარჯიშობენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან ნიჩბოსნები და მხოლოდ სათევზაო ჩემპიონატებისთვის ხდება რამდენიმე ზოლის გაუქმება და სპორტსმენებს მეთევზებს ეძლევათ 30 მეტრიანი, ასე ვთქვათ, აკვატორია, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ თევზი იჭირონ.
დანარჩენი არხი ისევ და ისევ სანიჩბოსნო ჩვენ დაროშკებს ვეძახით, რა ვიცი როგორ არის ქართულად, აი ამ სანიჩბოსნო ზოლებად არის ისევ დაყოფილი. კიდევაც ვარჯიშობდნენ ნიჩბოსნები, როცა იქ ჩვენი გვთევზაობდით. მოკლედ, ჩემთვის ახლა პირადად სანიჩბოსნო არხი პირველი არ იყო, სადაც მე ბელარუსში დავდიოდი 2013 წლიდან 2019 წლამდე. ყოველ წელს დავდიოდი ბელარუსში, რომ მეთევზავა ზუსტად ესეთ არხზე, ზუსტად ამ დისტანციაზე და ვიცოდი თავიდანვე, რომ არხი ძალიან რთული იქნებოდა, იმიტომ რომ არხის სპეციფიკიდან გამომდინარე, თევზი აბსოლუტურად იძენს სულ სხვა უნარჩვევებს, საერთოდ სხვანაირი ხდება კენკვა, მაგრამ თუ ეს კობრსაც შეეხებოდა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მე მხოლოდ მქონდა ნაფოტაზე და კაპარჭინაზე გამოცდილება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კობრიც მიუხედავად იმისა, რომ თავის ბუნებრივ არეალში ითვლება ძალიან მადიან თევზად, რომელიც ბევრს ჭამს, ძალიან აქტიურად იკვებება და ასე ვთქვათ, სერიოზული მნიშვნელოვანი დაკვების ტაქტიკა უნდა გამოიყენო, რომ კობრზე კარგად და წარმატებულად ითევზაო. აი სანიჩბოსნო არხის ასე ვთქვათ აკვატორიაში კობრმა საერთოდ სულ სხვა ქცევა და სულ სხვა უნარჩვევები გამოავლინა. ამას კიდევ შევეხები ჩემი თხრობის პროცესში, მაგრამ რაც შეეხება თვითონ წყალსაცავს, აი მინდა რომ წარმოიდგინოთ ერთი დიდი ტბა, სადაც დაახლოებით ნახევარი ტბა დათმობილია სანიჩბოსნო არხს და მოქცეულია ამ ბეტონის ჩარჩოებში. ოღონდ დამბით გაყოფილი მეორე ნახევარი არის ჩვეულებრივი ბუნებრივი ტბა, სადაც ამოსულია ლელქაშები, თევზი ბუნებრივად ცხოვრობს და მრავლდება. იქ არავინ არ დაცურავს, არავინ არ ვარჯიშობს და თევზი წყნარად და მშვიდად ცხოვრობს. როგორც ჩვენ აგვიხსნეს, წელიწადის ძირითად პერიოდს თევზის პოპულაცია ატარებს ამ ბუნებრივ, ასე ვთქვათ, ბუნებრივთან მიახლოებულ პირობებში, ანუ ამ ტბის მეორე ნახევარში. ოღონდ როგორც კი იწყება შეჯიბრი და აქტიური დაკვების პროცესი უკვე სანიჩბოსნო არხზე, ამ ბუნებრივი ნაწილიდან თევზი იწყებს ნელ-ნელა სპეციალური გაჭრილი არხებით გადმოსვლას სანიჩბოსნო არხში. ჩვენი წარმოდგენები ამ არხზე იყო აგებული მხოლოდ იმ ვიდეო რგოლებზე, რომლებსაც დებდნენ თვითონ უნგრელები თავისი ჩემპიონატებიდან და იმიტომ წელიწადში ორჯერ თუ სამჯერ უნგრეთის ეროვნული ჩემპიონატის რაღაც გარკვეული ეტაპები ამ არხზე ტარდება ხოლმე. ძირითადად ზაფხულში, მაისში არა. და იქ აი ვიდეოების ყურებიდან მქონდა წარმოდგენა, რომ ამ არხში არის აუარება თევზი, იჭირება ძალიან მაღალ ტემპში. ახლა როგორ უნდა წარმოიდგინოთ, რომ კობრი იჭირო დაახლოებით 5-7 წუთიან ტემპში, ხო? აი კარჩხანასაც ვერ ვიჭერთ ხოლმე ზოგჯერ ამ ტემპში, მაგრამ აი ესეთი ტემპები იყო აღწერილი, ნაჩვენები, ძალიან ბევრი დაკვება, ძალიან ბევრი სიმინდი. პლუს კიდე უკრაინის ნაკრების ერთკვირიანი წინასწარი ვარჯიშები ამ ტბაზე, ამ ბუნებრივ ნაწილზე. არხში არავის არ უშვებდნენ, მინდა შეგახსენოთ, იქ ვერავინ ვერ ვარჯიშობდა. ვარჯიშობდნენ აი ამ ხელმისაწვდომ ზონაში, სადაც ისედაც წლის პერიოდში ყველა შეუძლია მივიდეს და ითევზაოს. ამ წყალსაცავის მეორე ბუნებრივ ნაწილში ვამბობ. ხო და იქ იდებოდა ეს უამრავი რგოლები, როგორ აბლენდერებდნენ უკრაინელები აუარებას სიმინდს, როგორ ყრიდნენ, თევზაობდნენ და მოკლედ აი ესეთი განწყობა შეგვექმნა ჩვენს, რომ ჩვენ რო ჩავიდოდით ამ არხზე, კარგად გემრიელად დავკვებავდით თევზებს და ну ჭერაც გაჩაღდებოდა. მაგრამ სინამდვილეს საქმე უფრო საინტერესოდ და ბევრად უფრო რთულად აღმოჩნდა. რა მინდა გითხრათ. მოკლედ პირველი დღეა არხზე ვართ, ჩავედით, ხედავთ ზიან ინგლისელები, უკრაინელებმა უკვე მოათავეს ვარჯიში, ისე შეხვდნენ უბრალოდ დაველაპარაკეთ და გითხრეს, რომ ну დაახლოებით 80 კილოს კაცზე ვიჭერდითო რა. აი ამ ბუნებრივი ნაწილის აკვატორიაში. ну ჩვენც ახლა ავენთეთ რა თქმა უნდა ენთუზიაზმით, უყურებდით ბრიტანელებს, ისინი ძალიან აქტიურად იჭერდნენ, ფაქტიურად 5 წუთში ერთხელ თევზი გამოყავდათ და ну მოკლედ ხო ხდებით ახლა როგორი აღტაცებული განწყობა გვაქვს, რომ გონია რომ ჩვენც რო დავждდებით სავარჯიშოთ, ესეთი ამბავი იქნება, ესეთი აქტიური ჭერა იქნება, მაგრამ უცებ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ну რამც უკაცრავად არხში თვითონ სანიჩბოსნო არხში თევზი არ არის. და მხოლოდ შესვლას იწყებს მაშინ, როდესაც იქ დაიწყება წინა სასეჯიბრო ვარჯიშები და დაიწყებენ სპორტსმენები დაკვებას და ნელ-ნელა ამ დაკვებილ წერტილებში
თევზი დაიწყებს შესვლას. ამიტომ პირველი დღეო ვარჯიშის არ გაგიკვირდეთ რომ უთევზო იყოსო. ეს უკვე პირველი სიგნალი იყო იმისა, რომ ჩვენ უკვე რაღაცა სიურპრიზები დაგვხვდა. ჯერ კიდე სანამ ვარჯიშებს დავიწყებდით, უკვე ჩვენთვის იყო ეგ ერთგვარი სიურპრიზი რა, რომ თურმე პირველ სავარჯიშო დღეს თევზი ამ არხზე კარგად არ იჭირება. რაც არის ეგ არის, ვიფიქრეთ, დავჯექით, დავიწყეთ, გავშალეთ ჩვენი მონტაჟები, ჩვენი ანკესები, ყველაფერი და დავიწყეთ ახლა თევზაობა. ოღონდ ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან სპეციფიური იყო ეს 30 მეტრიანი სათევზაო დისტანცია. იქვე გვითხრეს და ხმები მოგვივიდა, რომ ეს 30 მეტრი უნდა დაგვეყოს სამ ნაწილად. აი წარმოიდგინეთ, ჩვენთვის ახლა სათევზაო დისტანცია იწყება 60 მეტრიდან 80 მეტრზეც კი ვთევზაობთ და ეს არის ჩვენთვის შორი დისტანცია. და როცა გეუბნები, რომ შენთვის ყველაზე შორი დისტანცია არის 30-32 მეტრი და პლუს კიდე ამ მონაკვეთში კიდე 3 წერტილი უნდა მოინიშნოს, სადაც შეიძლება კობრმა იაქტიუროს. ეს უკვე ერთგვარი სიურპრიზი იყო და ჩვენი აღჭურვილობით ახლა იმ სიგრძე ჯოხებით, რა ჯოხებითა ჩვენ წავედით, მაინც ადვილი შესასრულებელი არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც არის. ცოტა არ მივაქციეთ ამას ყურადღება, რომ ეს ახლო დისტანციები სათანადოდ შეგვესწავლა. საქმე ეხება 21 მეტრიან დისტანციას, 15 მეტრიან დისტანციას, 10-12 მეტრიან დისტანციას და ასევე დისტანციას უშუალოდ აი სადაც ზიხარ ფეხების ქვეშ, დაახლოებით 5-დან 7 მეტრამდე. ხო წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა იფიქრო, რომ 5-დან 7 მეტრამდე შეიძლება 2, 3 და 4 და 5 კილოვანი კობრები იჭირო, მაგრამ თურმე ეს ცოდნია ამ წყალსაცავს, ამ კობრს და ვინც ახლა ამ წყალსაცავთან ურთიერთობაში გამოცდილება ქონდა, იმათმა ეს კარგად იცოდნენ და პირველივე ვარჯიშებიდან ამ დისტანციებს ამუშავებდნენ. ჩვენ ფაქტიურად, როცა მივხვდით, რომ კობრი შორ დისტანციაზე წყვეტს, კენკვას და გადმოდის ახლოში, უკვე ჩვენი ვარჯიშების მეორე თუ მესამე დღე იყო. რაზეც დავიწყეთ მერე უკვე აქცენტების გაკეთება და ჩვენი გრძელი ანკესებით ეს მაინდამაინც ადვილი მოსახერხებელი არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიმუშავეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დაგვიზოგავს არც მცდელობა, არც ენერგია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყოველი სავარჯიშო დღე ჩვენთვის იყო სიურპრიზი. მაგალითად, პირველ დღეს ყველაზე დიდი აღმოჩენა რაც იყო ჩვენთვის იყო ის, რომ ვარჯიშის ბოლოს კენკვა არ იყო კარგი, სულ 5-5 თუ 4-4 თევზი ყავდა დაჭერილი მთელი სესიის განმავლობაში და უცბად აღმოვაჩინეთ ჩვენმა იანმა იპოვა, რომ თურმე კობრი ამ ჩვენ ნემსკავებზე, რითაც ჩვენ მიჩვეულები ვართ თევზაობას საამურზე, ხო, ან თუნდაც სხვა წყალსაცავებზე დიდი ზომის ნემსკავი, რომელიც კობრს შეეფერება, ჩვენი წარმოდგენები და ის ვაფტერსები, რომელიც კობრისთვის გონია რომ სასიამოვნოა, ის 10 მმ-იანი ვაფტერსები და 10 ზომა ნემსკავები და 8 ზომა ნემსკავები, თუმცა საერთოდ არ მუშაობს და კობრი იღებს 16 ზომა ნემსკავზე და 6 მმ-იან ვაფტერსს. ბოლო 2 საათი არც მქონდა ეს ნემსკავები რა, ეხლა კარჩხანაზეც კი არ ვთევზაობთ ამ ზომის ნემსკავებით, არამც თუ კობრზე. მე პირადად როცა ბიჭებმა თქვეს რომ იანი 16 ნომერი ნემსკავით იჭერსო, მე არ ვიჯერებდი და არც მქონდა ეგეთი პატარა ნემსკავი. ფაქტია უყურეთ, იანი როგორ იჭერდა ამ თევზებს 16 ზომა ნემსკავზე და 6 მმ-იან ვაფტერსზე. არ ვიცი ეს რითი იყო განპირობებული, თევზი ფრთხილობდა, როგორ ამსხვავებდა ამ დიდ და პატარა ზომებს, მაგრამ ფაქტი იყო, რომ თუ არ დააყენებდი ამ ძალიან დელიკატურ მონტაჟს, თევზზე შეგეძლო არც გეფიქრა რა. მეორე დღეს რა თქმა უნდა გავქანდით მაღაზიებში, ვიყიდეთ ეს პატარა ზომის ნემსკავები, გადავეწყეთ ამაზე და მეორე ვარჯიში უკვე ამ პატარა ზომის ნემსკავებით ჩავატარეთ. გაცილებით უფრო კარგი ვარჯიში იყო, გაცილებით უფრო შედეგიანი, მაგრამ ჩვენ ისევ და ისევ ჯიუტად ყვებავთ სიმინდით, ტენით დისტანციას, ამას დასაკვებით, რომ არიქა და ბევრი კობრი შემოგვივიდეს, არიქა და დავაყენოთ თევზი წერტილზე, მაგრამ აქაც თურმე ძალიან დიდ შეცდომაში ვარ შესულები. არ ვიცი რატო და რით გამოირჩეოდა ეს კობრი, მაგრამ ფაქტია, რომ მასიურ დაკვებაზე კობრი არ პასუხობდა. თენგო ბოდიში ჩაგვეძრები. მოგესალმებით მეგობრებო. მეცმო ერთი ორი წამი. კი, ჩაერთე შენც.
მოგესალმებით. გადავწყვიტეთ, რომ რაღაცა ტექსტური რეპორტის ნაცვლად ესეთი ვიდეო ჩაგვეწერა და მადლობა თემის, რომ ესე დეტალურად გვიყვება ამ ყველაფერს. ჩვენი თემა, დაკვების თემა, და პირველ რიგში ჩვენი გამოცდილება იყო, ხო, რაც გქონდა იქიდან გამომდინარე. ხო, თან ჩვენ გქონდა დაბლენდერებულ სიმინძე აქცენტი გაკეთებული ხა უკრაინელებს რო უყურებდით, ხა რატო უკრაინელებს? ნახეთ, ეს ნაკრები შარშან გახდა მსოფლიო ჩემპიონი ამ სტილში. ანუ ამ შეჯიბრზე შემოვიდნენ როგორც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები. ხა რა თქმა უნდა, ხა ვისგან უნდა ისწავლო, ვის უნდა უყურო, ვინ უნდა გაანალიზო თუ არა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი. ხო და რა თქმა უნდა ადგილობრივი სპორტსმენები მაგათ ვიდეოებსაც ბევრს უყურებდით. ყველგან დომინირებდა სიმინდი, ყველგან. თან ერთი კვირით ადრე იყვნენ ჩასულები, ანუ ოფიციალურ ვარჯიშებამდე ერთი კვირით ადრე ივარჯიშეს და კი, 4 ვარჯიში წყალსაცავზე ჩაატარეს და პლუს 7 ვარჯიში ჩაატარეს ამავე წყალსაცავის იმ ბუნებრივი ტბის ნაწილზე, რომელიც მე ცოტა ხნის წინ ვახსენე. ხო და მოკლედ ეს სიმინდები გვაქვს, ეს რამდენიმე დასაკვები გქონდა, ტკბილიც, თევზის სუნითაც და რა თქმა უნდა პელეციც, ვიცოდით რომ პელეციც ძალიან მუშა არის ამ წყალსაცავზე, ხო და მოკლედ ესე ვარჯიშობთ მეორე დღეა, ნემსკავმა გაამართლა, ნემსკავის დაპატარავებამ და ვაფტერსების დაპატარავებამ ძალიან გაამართლა, თევზი უფრო გაგვიაქტიურდა, მაგრამ სხვა გუნდებთან შედარებით, რასაც უყურებდით, ხო, მაინც ჩამორჩებოდით რა. და ჩვენთვის ეს იყო ამოუხსნელი, იმიტომ რომ ყვებავდით კიდეც. ნემსკავების დელიკატური გქონდა, ფერებიც გავარკვიეთ, რა ფერის ვაფტერსები მუშაობდა, ძირითადი ფერი იყო ნარინჯის ფერი, ანუ ფორთოხლის ფერი და ასევე ფოსფორის ფერი, ეს ცოტა ისეთი ელექტრიკი ფერი როა. ეგ ორი ვაფტერსი იყო მუშა ფერები და პრინციპში აი რო ავიღოთ მთელი ეს ამდენი ქვეყანა გამოდის 100 კაცზე მეტი მონაწილეობდა. ხო, აი ამას კაციდან 105 სპორტსმენიდან ალბათ 100 თევზაობდა ამ ფერის ვაფტერსებით რა. ფერზე უკვე პრობლემა აღარ ქონდა და არც ზომაზე ვაფტერსის. მაგრამ რაღაცა, რაც ნამდვილად ხელს გვიშლიდა თევზის აქტიურ ჭერაში, ჩვენთვის ორი ვარჯიშის შემდეგ ისევ და ისევ ამოუხსნელი რჩებოდა. მეორე, უბრალოდ მესამე ვარჯიშის დროს დავიწყეთ ნელ-ნელა მუშაობა პელეცთან. ანუ უკვე დავიწყეთ პელეცების შერჩევა, ქონდა სიმინდის გემოთი პელეცი, ქონდა კრილის გემოთი პელეცი, ასევე ქონდა ჰალიბუტი, ქონდა აქაური ადგილობრივი წარმოების 2 მმ-იანი პელეცი უნივერსალური და ასევე 4 მმ-იანი პელეცი. აი ამ პელეცებიდან ამ დიდ არჩევანში ძნელია გაერკვიო ერთ ვარჯიშში, დავარიგეთ რა თქმა უნდა სხვადასხვა სპორტსმენებში და დავიწყეთ გამოცდა. აქედან თქვათ ლევანმა ძალიან კარგად იჭირა მესამე ვარჯიშზე სიმინდის პელეცით. კრილმაც იმუშავა ვითომ, მაგრამ საბოლოო ჯამში კრილი მოკვდა, მაგრამ ხო ხვდებით მაინც ქონდა რეზერვში. სხვა სპორტსმენებზე დაკვირვებამაც დაგვიდასტურა, რომ ყველა პელეცით მუშაობდა, ოღონდ ვერ ვიგებდით რამდენ მილიმეტრიანები ქონდათ და კიდევ აღმოაჩინეთ ერთი ძალიან საინტერესო გარემოება, რაც ჩვენთან საშეჯიბრო პრაქტიკაში აკრძალული ქონდა, ეს არის ფლეტით დაკვება. ამ ტურნირზე მიიღეს, ეხა დავუშვით. ამ ტურნირზე კი, ნამდვილად, მაგრამ საუბარი მაქვს ტურნირის დროს ფლეტით დაკვებაში. აი ჩვენ ტურნირის დროს, ასპარეზობის დროს წერტილში ფლეტით არ ვაგზავნით არაფერს. ანუ ფიფსეტის წესები ესე იყო მანამდე. ხო, მაგრამ ამ ტურნირზე შეცვალა. ამ ტურნირზე ხო, უცებ ხედავთ, რომ ესე იგი ინგლისელები განსაკუთრებით ფლეტს გატენიან, გადააგდებენ, ზუსტად ნახევარწუთში დაფერთხავენ და მოაქვთ უკან. და აი ტოპ სპორტსმენები ვინც იყვნენ, ესე იგი როგორ აკეთებდნენ, იცით? თევზს ხო დაიჭერდნენ ერთ თევზს. როგორც კი გამოიყვანდნენ, იღებდნენ მეორე ანკეს, ადებდნენ ზედ რაღაცას, მაგრამ როგორც აღმოაჩინეთ იყო ეს რაღაცა პელეცი, გადაუშვებდნენ ეგრევე სათევზაო წერტილში, ცოტა ხანი გააჩერებდნენ, რომ დაფერთხავდნენ, რომ ის პელეცი იქ დარჩენილიყო და მე ისევ უკვე სათევზაო მონტაჟს უბრუნდებოდნენ რა. ჩვენთვის ეს იმდენად სიახლე იყო, რომ ამის ასეთი მუშაობის დახვეწილად გაკეთება, აი სწორად, თან მით უმეტეს რომ არ ახარ დარწმუნებული, რომ ეს ნამდვილად მუშა სტრატეგიაა, იმიტომ რომ ფაქტიურად გიწევს თქვა უკვე შემუშავებულ სიმინდის სტრატეგიაზე.
უკვე ვარჯიშები წურება, გასარკვევი კიდე ბევრია და შენ უკვე აქედან წაღებულ სქემას ცვლი, ისაც ბევრ რამე შეგვეცვალა, ხო, აღჭურვილობა გრძელი ანკესები გვაქვს, ყველა სწრაფი წყობის ანკესები გვაქვს, არა პარაბოლიკები. აქ ყველას პარაბოლიკები ქონდა. ფრიქციონს არავინ არ ხმარობდა. თევზი 2, 3, 4 კილოიანი საზნები და კობრები გამოყავდათ როგორც კარჩხანა. აი დაახლოებით 30 წამში თევზი უკვე ქვედაბადეში ყავდათ რა, 30 მეტრიდან. ჩვენ ფრიქციონებით, ვაზუზუნებდით და მოკლედ აი თვითონ სათევზაო როგორ გითხრათ, აი უნარჩვევები საერთოდ სხვა დავინახეთ რა, რომელიც ჩვენ არ ქონდა. ჩვენ კოპთან ნელ-ნელა გაუშვებ, მოიყვან დაღლი, ამოატრიალებ, გადმოატრიალებ და ასე ნელ-ნელა შეიყვან ქვედაბადეში და აქ ისე სწრაფად შეყავთ კობრი ქვედაბადეში, რომ ჩვენთვის ეს იყო წარმოუდგენელი რა. ჩვენი ჯოხებით ამის გაკეთება იყო ძალიან რთული და აი ხო იცი თავში რო გაქვს, აი ჩვევები რო გაქვს, რომ ესე არ უნდა გააკეთოთ. ამ დროს ხედავ რომ ტიპები ესე აკეთებდნენ რა. აი მოადა თევზის დამუშავება, რომ თევზის დაღლა გვიწერდა და ესენი თევზს არ აღლიან. მე ეგრევე სულ. ხო, იმიტომ რომ იმდენად რბილი წყობის ჯოხებით იყვნენ შემოსულები, რომ მთელი ჯოხი, მთელი ბლანკი მუშაობდა თევზის ამორტიზაციაზე. მთელი ბლანკი, ანუ აი მე პირადად აი თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოყავდა 7 და რაღაც 8 კილოანი კობრი, აქ ფრიქციონით არავინ არ მუშაობდა რა. 4 კილომდე კობრი ჩვეულებრივად, აი ეგრევე ტყლაპად-ტყლუპით შეყავდათ ქვედაბადეებში, რაც ჩვენთვის იყო წარმოუდგენელი და დამიჯერეთ, მეგობრებო, აი როდესაც სათევზაო ტემპი არის 5-დან 7 წუთამდე და ჩარტყმები გაქვს მეორე წუთზე, მესამე წუთზე, ხო? თევზის სწრაფი გამოყვანა მთელი 5 საათის განმავლობაში, როცა ჭერა მიდის, ხო? 5-6 თევზს გაძლევს ბონუსში ბოლოს რა. ანუ ესე ძალიან მნიშვნელოვანი უნარჩვევა იყო, რომელიც ჩვენ არ გქონდა. ხაზგასასმელია, ბოდიშ ჩვენ გაწყვეტინებ ის, რომ უეკლონებს გავები თუ თევზა. ხო, და ამ უეკლონებს გავი ხო ჩვენთვის ძალიან ახალი თემაა და სულ გვეშინია რომ თევზი არ გაძვრეს, თუმცა არ ზრება რა, რეალურად იგივენერად მუშაობს როგორც ეკლიანი, მაგრამ აი უეკლო რო არის, სულ გონია რომ თევზი რო დატრიალდება, მოძრება და მოკლედ აი ეს თავში გაქვს ქაოსი რა ამ დროს, როცა ხედავ როგორ მუშაობენ ეს სპორტსმენები, როგორ გამოყავთ თევზი, რა ტემპი უჭირავთ, ხო? შენ ფიქრობ რომ მე კობრი საჭერად ვარ, აქ ჩამოსული თუ შამაი საჭერად რა, ისეთი ტემპი იყო, არანორმალური. მაგრამ მეორეს მხრივ, აი უდიდესი სიამოვნება რა, როცა შენ ხედავ აი თურმე რა დონეა ტექნიკური სპორტსმენებში, რამდენი გაქვს სამუშაო, როგორ უნდა გააუმჯობესო შენი აღჭურვილობა, როგორ უნდა გააუმჯობესო შენი დამოკიდებულება, მონტაჟები, როგორი დელიკატური უნდა გქონდეს ყველაფერი, რა თქმა უნდა სიზუსტე ეს როლი ის, რომ ფლეტის წარმოგიდგენთ ფლეტს რო ჩააგდებ და დაცლი იმ ფლეტს, მე ზუსტად იმავე ადგილზე რო უნდა დასვა შენი ფლეტი იმ გაშლილ პელეტსებზე, ხო? ამას შესრულება უნდა რა. მნიშვნელობა აქვს იმას კიდევ სად იცლი პელეტს. საკვებურას, ანუ წყლის ზედაპირზე, შუაში, კი, ზოგი ზედაპირზე ცლიდა, ზოგი ზედაპირზე ცლიდა საკვებურას და თევზაობდა იმ დაცლილი წერტილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, წარმოიდგინეთ, ეგეც ჩვენთვის სიახლე იყო. ზოგი აცდიდავს კერამდე ჩასვლას და იქ ცლიდა და ზუსტად იმავე ადგილზე უბრუნდებოდა. თან აქ მუდმივი ქარი იყო. აი ჩვენთვის ეს ტექნიკურად იყო ძალიან რთული. ეხლა უბრალოდ არავინ არ მინდა იფიქროს, რომ ჩვენ ეხლა რაღაც თავის მართლების რეჟიმში ვართ. არა, პირიქით, აი ძალიან კმაყოფილები ვართ. რა თქმა უნდა, გული დაგვსტა, რომ ვერ ვიასპარეზეთ, გვინდოდა რომ რაღაცნაირად ჩვენი დროშა უფრო მაღლა ყოფილიყო სატურნირო საბოლოო ცხრილში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ტურნირი რომ დამთავრდა, ჩემთვის პირადად მე მავსებდა კმაყოფილების გზნობა რა, რომ მომეცა საშუალება აქ ჩამოსვლით, რომ მენახა თურმე რა არის freestyle method feederis სინამდვილეში. რო ეს არ არის კარფიშინგი, სადაც ძლიერი დაკვება უნდა, თესლოდენი უნდა, რო ეს არ არის ფიდერი კლასიკური, სადაც ცოცხალი კომპონენტებით და ამ დაგრძელებული სადავეებით მუშაობ. არა, ეს არის აბსოლუტურად სინთეზური სათევზაო სპორტი, სადაც ძალიან ბევრი სიახლეა ჩვენთვის, სადაც ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, რომელიც არის ძალიან საინტერესო, ძალიან ექშენური, ადრენალინით სავსე, რო აი მოკლედ რო ელოდები, როდის გაიღუნება შენი ანკესი და რო იცი რომ როგორ იღუნება და როგორ იღუნება სასწაულად, რო ბოლოში რო
კობრი ფართხალებდა, აი რაღაცა ადრენალინის მოზღოვება რო ხდება და ეს ხდება ყოველ 5 წუთში ერთხელ და 7 წუთში ერთხელ, აი წარმოიდგინე არანორმალური სათევზაო. რამდენიმე წამიანი ესეთი ჭიდილი აი კი, ანის, იმიტომ რომ თუ გაგექცა, თუ წაგივიდა, ვერ მოხსნი კლიპსას, იმიტომ რომ 30 მეტრის იქით ტროსებია, გაებმევა იმ პროცესში. მონტაჟს კარგავ უკვე. ყველაფერს კარგავ, თევზსაც, მონტაჟსაც, დაკლიფსულ დისტანციასაც და თევზი გიზის და ვერ ატრიალებ და ამ დროს ფიქრობ, აი მე თუ ეს და აი მე მოტრიალდი, აი ნენელა რომ მოტრიალდება და მოკყავს. მოკლედ ძალიან საინტერესოა ყველაფერი და ასე მივადექით, მოკლედ აი რაღაცა მცირე ცოდნით, რაღაცნაირად ამ დაკვირვების შედეგად, აი 4 დღეში ხა, 4 სათევზაო სესიაში, რაც შეძლო ნაკრებმა რომ რაღაცა ცოდნა მოგვეძებნა და დაგვემახსოვრებინა, აი წარმოვიდეთ, გავანულეთ ჩვენი აქამდელი გამოცდილება და ცოდნა, აი გავანულეთ, რაც ამურის თვა მოგცვა, რაც მანამდე ჩვენი და კობრის ურთიერთობაში რამე ქონდა, რამე დამახსოვრებული, აი ეს აბსოლუტურად განულდა და ამ 4 დღეში შეიქმნა სრულიად ახალი ნაკრები, ფაქტობრივად ახალი ცოდნით, ახალი გამოცდილებით, ძალიან მცირე გამოცდილებით და გავედით ასე ტურებში. შედეგით შესაბამისი იყო, აქ არავინ არ გაპატიებს იქ შენ არიცი, აქ დაუნდობელი ბრძოლა მიდის, ხალხი ებრძვის ძალიან მაღალი სტატუსისთვის, ეს არის მსოფლიო ჩემპიონატი. თანაც ეს ტბა ითვლება, რომ არის ძალიან საინტერესო, ძალიან თევზუხვი და მართლაც ასეა. ნადავლები აჭარბებდა 50 კილოს და აი რა ვიცი რა გითხრათ რა, მოკლედ 5 საათიან სესიაში. 5 საათში რო 50 კილოზე 58 კილო იყო თუ არ მიშლება ყველაზე მეტი. ხო, აი პოლონელს ბოლოს ჩემ გვერდზე რო იჯდა ბოლო ტურში 2 ერთიანი ქონდა რა, მანამდე გამოტანილი, ანუ ფაქტობრივად 2 დღის ტურში, აი მე ჩემს გვერდზე მოხდა ბოლო ტურში მე და ის ბიჭი, რომელიც იყო ნომერ პირველი კანდიდატი მსოფლიო ჩემპიონობაზე. ჩემ გვერდზე დაჯდა მარცხნივ და მარჯვნივ იტალიელი მეჯდა. მერე ზონა უკვე იხურებოდა. ესე იგი ეს ბიჭი რომ მოვიდა ისეთი იმაზე იყო, ასე ვთქვათ, ადრენალინზე იყო, რომ საერთოდ იქ ხა ყველა თავისთვის არის რა, არავინ არ ერევა შენ საქმეში და არც თვითონ არ ჩაგრევენ თავის საქმეში. მაგრამ ეს პოლონელი მოვიდა, ყველას მოგვესალმა, მეზობლებს რა, ზონის რაღაცა ჩაგვეხუტა, ну აი ისეთი ჩაატარა რა, რაღაცა რომ მოვიდა რა. მოსაგებად მოვიდა რა. ხო, მოსაგებად მოვიდა, 90 კილო თევზი ყავს, ორივე ტურში დაჭერილი, 2 ერთიანი აქვს და უკვე აი აწყობილი აქვს რა, სტრატეგია, ტაქტიკა, ყველაფერი იცის, რა უნდა ქნას და აი თავის მესამე ერთიანს ელოდება რა, ესე იგი და გვერდზე ერთი ტანმორჩილი პატარა ძალიან შაუგრემალი საყვარელი იტალიელი მიზის ჩუმად არის, ხმას არიღებს, უკან ყავს სეკუნდანტი იტალიურად რაღაცას ლაპარაკობენ ერთმანეთში, ჩუმად არიან რა, მოკლედ და მე რა ხა რაღა უნდა მექნა ხა ისეთ 11-იანები და 1-10-იანი მქონდა 11-იანი და ნუ ვიცოდი ხა მე რომ ხა ამათთან ვერაფერს ვერ ვიზავდი, მაგრამ ნუ ჩემთვის ვარ მეს და ამათ ვაკვირდები ხა რა. ესე იგი მესამე ტურში ამ პოლონელმა დაიწყო აგრესიული დაკვება. დასაკვების შემოწმების დროს ვაჩე მივაგზავნე და ნახა რომ თელი დასაკვები ვედრა სავსე ქონდა პელეცით რა. ანუ ძირითადად პელეცით უნდა ემუშავა, ეგეთი სტრატეგია ქონდა და მართლაც დაიწყო დაკვება, ჩაყარა პელეცები და ცლიდა ჰაერში. ანუ უკვე ვიცოდით რომ სადაც დაცლიდა, იქიდან 3-4 მეტრში ითევზავებდა რა. მარცხნივ ცლიდა, მარჯვნივ უნდა ეთევზავა. მართლაც ეგრე იყო. მაგრამ აღმოჩნდა რომ ამ დაკვებამ მესამე დღეს წერტილი მოუკლა. 2 საათი უთევზოთ იჯდა ეს ბიჭი რა. გაგიჟებული იყო, ესე იგი აი ნერვიულობდა 10 მეტრში რო გიზის ხო ხედავ მის ემოციებს რა. თენგო არა და მანამდეც ეგრე იყო, ანუ აქტიური დაკვება წერტილს კლავდა და ანუ ამას რატო ქონდა ეს მოლოდინი მესამე დღეს დაკვება. მან 2 მიზეზია რა, მან 2 მიზეზია. პირველი რომ მაგას უბრალოდ ამ სტრატეგიამ გაუმართლა თავის ამაში ქონდა ან მოლოდინი ქონდა რომ ეხა დაკვება და ან ფიქრობ რომ ესე აგრესიულად არ ყვებავდა ზომიერად და მუშაობდა, მაგრამ რადგან ეზონის ბოლოს მოხდა, სადაც ყველაზე მეტი თევზი იჭირებოდა, ხო? იფიქრა რომ ეხლა რომ აქ ვინმე ჩემი ერთიანი არ წაიღოს, მოდი რა ცოტა უფრო მეც დავყვებავ. თევზს უცებ დავაყენებ და შეუბერავ, იმიტომ რომ ეს პელეცი რითაც თევზაობდა, ალბათ წინა ტურებში კარგად უყენებდა თევზს რა. თან რაც არის ყველაზე მთავარი, რომ პელეცზე დგება მსხვილი თევზი რა. სიმინძე არ დგება ისეთი მსხვილი თევზი, როგორც პელეცზე. და აქ თევზები იყო 4 კილოიანები, 5-იანები, ლეონ შენი 1-6-იანი მინიმუმ იყო რა, შენ რომ დაიჭირე, ხო და
მოკლედ ალბათ ეგ გათვლა ქონდა რა, მაგრამ ნუ მან დაასრულა მაგან რა. წინასწარ გეტყვით რომ 6-იანით გავიდა ზონიდან. ვერაფერი ვერ. ნუ ლუჩკი 3-იანი გამოიტანა. პირადი ჩათვლა. საბოლოოდ საპრიზოში მაინც მოხვდა, მაგრამ აი ხელიდან გაუშვა მსოფლიო ჩემპიონობა რა. აი რომელიც უკვე ჯიბეში ედო რა. აი ესეთი არასწორი მოქცევით ახლა ჩვენ რომლებსაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ ქონდა გარკვეული საერთოდ როგორ უნდა გვეთევზაო, წარმოიდგინე რა როგორი ის გვექნებოდა, აი სპონტანური სტრატეგია გქონდა რა მოკლედ. აი სიტუაცია რასაც გვიკარნახებდა, ისე ვიქცეოდით, აი რაღაც მეთევზურად. ამ დროს აქ იყო გაწერილი პროგრამები რა. აი გაწერილი პროგრამა ქონდა ყველას ტოპებზე მაგ ლაპარაკი, ვის როგორ უნდა ეთევზაო. ამ პოლონელმა როგორ დაიწყო ისე დაამთავრა. ხო ვერ იჭერდა ლევან. 1 გრამით არ გადაუხვევია. ვაფტერსი თეთრი ეკეთა, ძალიან მიკვირდა თეთრ ვაფტერზე როგორ იჭერდა, მაგრამ ის ვაფტერსის ფერიც კი არ შეცვალა რა. ბოლომდე ეჯერა რომ ამ სტრატეგიით, მაგრამ ბოლოში იჭირა, მაგრამ გვიან შემოვიდა თევზი. უკვე ბოლო 2 საათი იჭერდა, 3 საათი, 2 საათი იდგა, პატარა კეთფიში ყავდა დაჭერილი და ესე იგი იმდენი პელეტი ჩაყარა რომ ბოლოს ლოქო დაიჭირა რა. ანუ ლოქო შემოვიდა თევზის სუნზე იქ რაც იყო. სამაგიეროდ ჩემს მარჯვნივ მჯდომი იტალიელი, ესე იგი ფლეტით დაყვება, არანაირი დიდი საკვებურები არ გადაუგდია, ფლეტით დაყვება, პატარა ფლეტით ტოჩკაზე აჯენდა, ცლიდა, 3 ფლეტი ჩააგდო სულ. 9 საათი მეც და ეგეც უთევზოთ ვიყავით. ხებს უკვე ყავდათ რაღაცები დაჭერილი, მაგრამ ნუ ამან როგორ ჩანს იცოდა რა, რას აკეთებდა. პირველი თევზი დაიჭერა 9 საათის შემდეგ. ესე იგი, თევზის გამოყვანა, ერთი საკვებურა ფლეტი წერტილში, დაცლა, ფსკერიდან დაცლა, გამოტანა, მეორე გადაგდება უკვე სათევზაო მონტაჟის, კიდე თევზი, ისევ ფლეტი, დაცლა, კიდე თევზი და ასე იმუშავა დაახლოებით 3 საათი. არ ვიცი, ვერ ვნახე რომ ცარიელი ფლეტი ამოეღო. ყველა გადაგდებაზე თევზი ყავდა. თან უფრო უმსხვილდებოდა და უმსხვილდებოდა, იმიტომ რომ სეკუნდაც ეუბნებოდა დაახლოებით წონებს. დუო ეხა 2 არის იტალიურად, 3 არის ისევე 3. დუო, ტრიო, წონას ითვლიდნენ რა. ხო და ესე იგი, თან რას აკეთებდა ნახე, დაახლოებით საათნახევრის შემდეგ რა თევზაობა დაიწყო. იღებდა დიდ საკვებურას უკვე სიმინდით, შორს მარტო პელეტსი, უკვე სიმინდით და ფეხებთან 7 მეტრში აგდებდა, ესევე ისპადიუბკის რო ეძახით, აი ესე გადააგდებდა, ჩააგდებდა. იქ ართევზაობდა. უბრალოდ თითო საკვებურას დაახლოებით საათში ერთხელ აგდებდა რა და ბოლო 2 საათი იყო დარჩენილი, 2 საკვებურა ჩააგდო. და 2 ქვედაბადე ქონდა, საერთოდ საშეჯიბრო ნორმა იყო, რომ 2 ქვედაბადე უნდა ქონოდა რა და უცებ ხედავ რომ ეს შლის მესამეს რა. მესამე შლის. ანუ უნდა ყოფილიყო მინიმუმ თითო ბადეში 20 კილომდე. ხო და ამას უკვე წონებს ხო ითვლიდნენ, როგორც ჩანს სეკუნდად მოუთხრა რომ ბიჭო ეხა ახლოში რომ გადმოხვალო, ახალი ბადე დაგჭირდებაო რა. ტიპი მორჩილად ადგა. ჯერ იქ არ უთევზავია იმ 7 მეტრიან დისტანციაზე, რომელსაც ესე პერმანენტულად ყვებავდა რა. იმ შორსაც კარგად იჭერდა რა. მაგრამ როგორც ჩანს იქ უკვე რაღაცა პატარა გაემაზა ისე და ეს უკვე შემზადებული ქონდა და ბოლო 1 საათი ხედავ ჰოპ და 7 მეტრაში ჩაატყლუპუნა. 23 კილო ამოიღო იმ 7 მეტრიდან ერთი ბადე გაავსო, ესე იგი 23 კილო იყო ხო აწონეთ მერე და 23 კილო ამოიღო ფეხებიდან რა, კობრები რა. 53 კილო გამოუვიდა საბოლოო ნადავლი და აი ჩემთვის ეს იყო, არ ვიცი, აი პირდაპირ თვალწინ ხდებოდა თურმე როგორ უნდა ითევზაო წყნარად ჩვიდად, როგორ უნდა ყვებო, როგორ უნდა ცვალო ეს დაკვების და თევზაობის რეჟიმები, როგორ უნდა მოამზადო წინასწარ სათევზაო ადგილი, როგორ უნდა მიხვდე რომ რაღაც მომენტში თევზი გადმოვა და დაგიდგება 7 მეტრში 30 მეტრიდან. Ну აი დონე რა, რასაც ქვია დონე. მე მივედი მიულოცე და უთხარი მეთქი რა მაგრად ითევზავა მეთქი და ისეთ თავდაბალი ბიჭი იყო, არაო ესო კარგი სექტორიაო და მაგიტო ვიჭირეო რა. მაგრამ ეხა ხო უყურებდი როგორ მუშაობდა, როგორ ასრულებდა, პიკერებით თევზაობდა. 3 და 3 მაქსიმუმ, აი ესე წკეპლასავით რომ მოიღუნებოდა ეს პიკერები, ესე გამოყავდა თევზი ძალიან მშვიდად და წყდარად. ხო და მოკლედ რა ვიცი, აი ჩვენთვის საბოლოოდ ეხლა ბევრი რო არ გავაგზავნოთ და რო არ დავღალოთ ჩვენი მსმენელები და მაყურებლები, საბოლოოდ დასკვნა არის ასეთი. ჩვენ
აი დავიტენეთ мотивაციით რა, ყველანი. მიუხედავად იმისა, რომ მეც ზაზა ხუციშვილიც, გიო კოპალიანიც, ყველანი აი უკვე წასულები ვართ, წასულები ვიყავით ამ სპორტიდან, ფიდერიდან რა და ისე შორი ახლოდან ვაკვირდებოდით მიმდინარე მოვლენებს და ამ ფრისტაილმა დაგვაბრუნა ისევ ამ აქტიურ სპორტში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი შედეგი დავდეთ და გოლდასაწყვეტი, რა თქმა უნდა, ძალიან მეცელოდებოდნენ ჩვენგან. მიუხედავად ამისა, საერთოდ ნატამალი არა გვაქვს გულისწყვეტის რა. ხო ეს არა, მართლა ძალიან ისეთი ლევანიც განსაკუთრებით, ხა ესო აქტიური სპორტსმენი, არტურიც აქტიური სპორტსმენია. ხო, სანამ საბოლოოს ვიტყვი, მინდა აღვნიშნო არტურის ხუთიანი. საერთოდ არტური უნიკალური ადამიანია, მთელი აქ ჩვენი წამოსვლა, ბილეთებიდან დაწყებული, სასტუმროებით დამთავრებული, ჩვენი ექსკურსიები, ხა რომელსაც გეგმავთ, ეს 2 დღეა ბუდაპეშტში ვართ და ყველაფერი, რავი, ყვება, აი ყველაფერი გააკეთა არტურმა და გიგა ეხმარებოდა, მაგრამ ძირითადად არტური იყო ამ ლოჯისტიკის უფროსი და მამა და აი აქედან მინდა მადლობა გადაუხადო ამ არაჩვეულებრივ პიროვნებას, რომელმაც ასევე ალბათ ჩვენში ყველაზე კარგად ითევზავა და ყველაზე ჭკვიანური თევზაობით გამოირჩევა და მოახერხა ხუთიანის აღება და 5 დიდი თევზი დაკარგა. თორე 3-იანი ან 2-იანი გარანტირებული ქონდა, რო არ დაეკარგა, ახლა ვიცი იქ ნერვიულობ რა, რო უცებ წამოგივა თევზი, ფანცვალებ რა, ხო და ფანცვალში რაღაცებს აფუჭებ. ხო და ბოლოს მაინც აი არტურის თევზობამ დაგვანახა, რომ შეგვიძლია აი გარკვეული ცოტა ხანი დაგვაკლდა რა, აი ცოტა დაგვაკლდა, რომ იმ ლიანდაგზე გადავსულიყავით, რაც ჭირდებოდა ამ სოფლიო ჩემპიონატს. კი, ყოველთვის ეგრეა, სულ რაღაც ცოტა გაკლდება, სულ რაღაცა გაქცეული თევზი ყველაზე დიდია, მაგრამ რეალურად ესე არის, რომ აი რო გქონოდა კიდე ცოტა ხანი ამ წყალსაცავთან ურთიერთობის შესაძლებლობა, ალბათ შევძლებდით. ცოტა უფრო გაგვეუმჯობესებინა ჩვენი შედეგები. საუბარი არ არის არც ტოპში მოხვედრაზე, უბრალოდ ცოტა უკეთესად გამოვიდოდით, მაგრამ ამის გამო ვარ ძალიან მოტივირებულები, რომ გვინდა ახლა ლოკაციებით შევცვალოთ, მხოლოდ საამურის ტბით არ შემოვიფარგლოთ, ვიმუშაოთ პატარა და დელიკატური მონტაჟებით. სამწუხაროდ ჩვენ არ აგვაქვს ისეთი არჩევანი დიდი წყალსაცავები, სადაც კობრი იჭირება, მაგრამ გვაქვს სადაც კარჩხანას გამოვიყენებთ მოდელად, ასე ვთქვათ და ვითევზავებთ, რომ აი ამ დელიკატური მონტაჟებით, პელეტსთან მუშაობას ვისწავლით. ჩვენ არ ვიცით პელეტსთან მუშაობა საერთოდ. პელეტსი ჩვენთვის ძალიან უცხო ხილია და არჩევანიც არ გვაქვს საქართველოში, რომ რაღაცა შეადაროთ. უნდა გამოვიწეროთ ეს პელეტსები, ნახოთ რომელი პელეტსი მუშაობს, წყლის რომელ ტემპერატურას უხდება, იმიტომ პელეტსები განსხვავდება ცხიმიანობით ერთმანეთისგან. არის მაღალი ცხიმიანობის განსხვავებულია თით ყველა მათგანს. აქვს პელეტსი, რომელსაც არომატიკა ემატება, არის პელეტსი, რომელსაც არ ემატება, არის სხვადასხვა დიამეტრის პელეტსი. დასაკვები პელეტსი ცალკეა, ესე ვთქვათ, პელეტზე გამოსაყენებელი პელეტსი ცალკეა, ხო და მოკლედ აი სამუშაო უამრავია, ძალიან ბევრია და პრინციპში ჩვენ მზად ვართ რა. რადგან მოვკიდეთ ხელი ამ სტილს და გვინდა რომ ეს სტილი განვითარდეს. მსოფლიოშიც არის ძალიან დიდი ინტერესი ამ სტილის მიმართ. მე-6 მსოფლიო იყო ეს. სამწუხაროდ მე-7 მსოფლიო სამხრეთ აფრიკაშია და ვერ წავალთ ჩვენ ალბათ, მაგრამ კლუბურზე შეიძლება. კი, კლუბური თუ ჩატარდა კარგ ლოკაციაზე წავალთ. სხვათა შორის პირველად იგეგმება კლუბური აქამდე არ იყო და პირველი საკლუბო იქნება და იმედი არ გამოვტოვებთ და უფრო მეტი გამოცდილებით წავალთ რა. მოკლედ ასეა საქმე. ნახოთ როგორ ვიასპარეზებთ შემდგომში. ჩვენ ერთი ვიცით, რომ საქართველოში ეს სტილი დაიხვეწება, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. იმედი გვაქვს, რომ სულ უფრო მეტი სპორტსმენები შემოგვემატებიან და მოგცემენ საშუალებას, რომ არჩევის საშუალებაც დიდი იყოს. აი წარმოიდგინეთ უკრაინაში ომში მყოფი ქვეყანა, სადაც ახალგაზრდები ფრონტის ხაზზე იბრძვიან, მაინც უკრაინის ფედერაციის სტატისტიკა დევს ღია წყაროებშია. ფიდერის სპორტში, კლასიკურში 250 სპორტსმენია ჩართული და ფრისტაილში 68. აი წარმოიდგინეთ რა, რამდენად ხალხმრავალია მათი ჩემპიონატები. თემ შტაბზეც ვთქვათ რა აუცილებლად საჭიროებაზე რა. იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი, რაც ნახეთ, ანუ გუნდების უმეტესობა ალბათ თითო კაცი უდგას მინიმუმ თითო სპორტსმენი უდგას სპორტსმენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე რასაც უყურებდი, ახლა ჩემს გვერდით 3 დღის განმავლობაში უყურებ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და
მუდმივი კომუნიკაცია, მუდმივი საუბარი, სად ხედავს, ვინ რა თევზი დაიჭირა, ვინ რა დისტანციაზე გადავიდა, როდის გადმოვიდნენ დისტანციაზე. გარკვეული იყო, სატყუ არა გარკვეული იყო, ყველა მიცოდა რა იყო, რა ზოგი. მაგას არავინ აღარ მალავდა ეხა, ხო. ხო, ნემსკავის თემაც გარკვეული იყო, უბრალოდ ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იყო დრო და დისტანცია. ხო, აი, როდის უნდა გადმოსულიყავი შორიდან ახლოში, იმ საშუალოდან კიდევ უფრო ახლოში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. და როდესაც პლატფორმაზე ზიხარ, ამ დროს შენ შეიძლება ხედავდე შენს მეზობლებს, მაგრამ ფიზიკურად, ხო, გვიან ხედავ. ფიზიკურად ვერ აკონტროლებ და ამიტომ გჭირდება ზურგში ადამიანი, რომელიც არის ნამდვილად ის ადამიანი, ვინც შედეგს დაგადებინებს. მუდმივი კომუნიკაცია, მუდმივი ინფორმაცია. მაგრამ ვინც ყავდა შტაბში, მაგრად იმუშავებს ბიჭებმა, ცალკე მადლობა ჩვენ ბიჭებს. ბიჭების თემაც რა იყო, რომ ჩვენ ვიყავით 5 სპორტსმენი, 3 ყავდნენ კოპალიანი, ვაჩებინიაშვილი და გიგა გაბრიაძე, ხო? უყურადღებოდ რომელიმე რო არ დარჩენილი ყავით, ხო? აი გიგა მოდიოდა, ან ჩემთან იყო, ან იანთან რა და აი ამ პროცესში ნახე რა დაიკარგა ის მომენტი, რომ იანს როცა ედგა, ხო? იქ უკვე აკონტროლებდა პირველ საათს, მეორე საათს უკვე უყურებდა და იცოდა ვინ სად როგორ რანაირად. გიგა რო ჩემთან გადმოვიდა, ამ დროს რეალურად სურათი აღარ იცოდა, ჩემთან რა ხდებოდა იმ პირველ საათში. ხო, შენთან რა ხდებოდა არ იცოდა. სანამ გაერკვეოდა დრო იკარგებოდა. იანთანაც დაკარგა კომუნიკაცია, რო დაუბრუნდა იანს, იქ რაღაც შეცვლილი მდგომარეობა დახვდა და იმ დროის კონტროლით ის მომენტიც აღარ გააკონტროლა. ნახოთ, იქნებ გვეცხოვს ესე იყო კოპალიანიც, ხო და ვაჩეც შესაბამისად და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნაკრებმა რომ შედეგი დადოს, თითო სპორტსმენი აუცილებლად უნდა ედგეს ზურგში კოორდინატორად რა და რესურსი ძალიან მნიშვნელოვანია რა. მოდი ვიტყვი ავსტრიელებზეც რა, ბოლოს წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს ავსტრიელებმა. ჩვენ ახლა ფიდერის მსოფლიო ჩემპიონატებზე უკვე ბევრ მსოფლიოზე ვიყავით და ავსტრიის ნაკრები პრინციპში ითვლებოდა აუთსაიდერ ნაკრებად რა. არაფერი განსაკუთრებული ავსტრიელებს აქამდე არ ჩაუდენიათ და აღმოვაჩინეთ, რომ 74 წელია რაც შექმნილია ავსტრიის სპორტული თევზჭერის ფედერაცია. 74 წელია, წარმოიდგინეთ და მაგდენი წელი არ წასულდივით. მაგდენი ვერ ვიცოცხლებთ ხა ჩვენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რის თქმა მინდა, რომ პირველი მსოფლიო ჩემპიონობა იყო ეს მათთვის. და იქაც როგორც ვნახეთ, მომზადება ამ ნაკრებმა გაიარა, რაღაც დაივალე იქი აქვთ ვენასთან ახლოს, პატარა ტბა არის, საამურზე პატარა ტბა არის გაცილებით, სადაც მომზადება გაიარეს რა, მაგრამ მაინც ის ევროპული გამოცდილება, რაც ფიდერში ჰქონდათ, ალბათ მანამდე შეიძლება რაღაც სხვა ტურნირებზეც იყვნენ ახალი სიტუაცია. ხო, ეგ არის, აი ეს სიარული, ნახვა, ხო, მონაწილეობა ძალიან ბევრს გაძლევს და იმედი გვაქვს ჩვენც რომ და დარწმუნებულიც ვარ რომ აი შემდგომი ჩემპიონატი გაცილებით უკეთესი გვექნება. იმის შემდგომ კიდე გაცილებით უკეთესი. მთავარია გვეყოს აი ეს ჟინი, мотиваცია არ გადავიწვათ, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით ვართ დაკავებულები და ეს რა თქმა უნდა ცოტა უკან გვხეებს ჩვენ არ აყავს პროფესიონალი დაფინანსებული სპორტსმენები როგორიც ყავთ თქვა. უნგრეთის ნაკრებს, ინგლისის ნაკრებს, ახლა ეს ძმები რინგერები ახლა დღე და ღამე თევზაობაში ატარებენ, მაგრამ რაც დაგვანახა ამ მსოფლიომ კონკურენცია მათთან შესაძლებელია. რეალური კონკურენცია. რინგერმაც გამოიტანა როიანი. პირველ საშეჯიბრო დღეს მე მეჯდა რინგერი ზონაში, მე მქონდა 10-იანი, იმას მქონდა როიანი. ხო, ხო ხვდებით რა, რინგერს, სტივ რინგერს რა. ხო, იყო ტოპების ჩავარდნებიც ბევრი დაფიქსირდა რა. ხო, თან რა არის, ახლა ესე ძალიან მძიმედ რატო ავიღებ ამ მდგომარეობას მე პირადად, იმიტომ რომ ჩემთვის იყო ესეთი მომენტი, ნახე, ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე იმ კუთხით, რომ თავიდან როდესაც ხედავდი, ბოლო დღეს ვამბობ რა, 32 მეტრზე ყველა მან დაიწყო რა მუშაობა. მე 3 წერტილი დავამუშავე, ანუ 21, 32 და ფეხებში რა და რო შევხედე რომ ანუ არ იყო იქ კენკვა, თევზს ვერ იჭერდნენ. გადმოვედი 21-ზე და 7 თევზი მივაყოლე ზედიზედ, ანუ გამოტოვების გარეშე. 7 თევზი და ანუ მერვე გამიქცა თუ რაღაც. იტალიელი მიჯდა გვერდით, გადმოვიდა ლამაზად, ჩემ დისტანციაზე, ანუ უკარნახა კოორდინატორმა. 3 ცალი საკვებურა, პრესტონის
დიდი საკვებურები როა რით იწყებოთ რა, ანუ ახლო დისტანციაზე ფიდერში ბოჭკას რო ვეძახით, ხო? 3 წალი ჩამიგდო. თავის ზონაში 21 დისტანციას. წერტილი მომიგდა. ხო, ანუ ის მაგ წერტილზე არ თევზაობდა, როგორც ჩანს და შენი წერტილი მოკლა რა. ხო, ანუ ესეთებიც ხდება. ანუ ეს გამოცდილება არ გვაქვს ჩვენ, ანუ რა ჩაყარა ესეთი? ხო. რომ 3 საკვებურამ წერტილი მომიკლა რა. კი ბატონო. წარმოუდგენელია ჩემთვის. დღემდე ანუ შენ იმის მაგინდა რომ უნდა შეიტანო ისეთი რაღაცაც, რაც შენი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ უნდა გამოიყენო? ხო, რა ალბათ, არ ვიცი. ხო. ანუ ანტი დასაკვები რა, ასე ვთქვათ რა. ხო, რაღაცა ისეთი. მოკლედ ბევრი ნიუანსებია რა, დიდი სპორტია რა, ძალიან დიდი სპორტია. და წავაგე რითი, ანუ სხვაობა რო შევხედე, 3 თუ 4 სპორტსმენთან მქონდა სხვაობა რა სადღაც კილო. ხო, ნუ ესე ხდება რა. გამოვსწრე 5 თევზი დავკარგე იმის გამო შენი დისტანციაზე აღარ უნდა გაეგრძელებინა თევზი. არა, გადავედი, შევცვალე დისტანცია, რა თქმა უნდა, გადავედი პერიოდულად, მაინც ბრუნდებოდი და მაინც მოვა ხეხე იქ დაჭერა მე, მაგრამ საბოლოოდ ხო დაკარგე. დრო დავკარგე. მოკლედ ძვირფასო მეგობრებო, მე ვფიქრობ, რომ ასე თუ ისე მოვახერხეთ, რაღაცნაირად თქვენთვის დაგვენახებინა ის სურათი, რაც ტრიალებდა 7 დღე ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. და რა გამოწვევებით იდგა ჩვენი ნაკრების წინაშე. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ყველა გამოწვევას ჩვენ გავუმკლავდით. ერთ-ერთი იმ გამოწვევას გავუმკლავდით, რომ არ გვაქვს გოლის წყვეტა, არ გვაქვს სასწრაფოთილება, პირიქით, ძალიან მოტივირებულები ვართ და გვაქვს იმედი, რომ ბევრად და ბევრად უკეთესად მოემზადებით შემდეგი მსოფლიოსთვის. არ ვაპირებთ დანებებას, ჩვენ ეს არ გვჩვევია. და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ და კიდე ისინი, ვინც შემოგვერთდებიან freestyle feederში, ის ახალგაზრდები, ახალი სპორტსმენები, კიდე გაცილებით უკეთეს შედეგებს დადებენ. ასე რომ გვიყურეთ, გვიგულშემატკივრეთ, ჩვენ ვეცდებით ყველანაირად, რომ ჩვენი ქვეყნის იმედები არ გავაცროთ და ჩვენი აი ამ მცირე სათევზაო ოჯახის იმედები არ გავაცროთ. ყველას გემშვიდობებით. გემშვიდობებით, ავით, ცოტა უყურეთ ლევანიკა ფიშინგს და გამოიწერეთ ეს არხი. ანუ ის ემოციები წარმოიდგინეთ 7 დღე დადიხარ ყოველ დღე და ესეთ რეჟიმში ხარ და დილის 6-ზე უკვე ტბაზე ხარ, მერე ვარჯიში. ემოციების ზღვა იყო, ემოციების პიკი იყო, ხელების კანკალიც იყო, გულის ფანცკალიც იყო, დიდი თევზებიც, წვეტებიც, გულის წვეტებიც და სადავების წვეტებიც. მე პირადად ძალიან გავიზარდე, ალბათ შეიძლება ითქვას, რაც გამოცდილებაც ჰქონდა, ანუ freestyle-ზე საერთოდ სხვაგან ვიყავი, აქ რო ჩამოვედი, მონტაჟები ეს რაც ჰქონდა წამოღებული, ეს მონტაჟები მოხსენი, დავშალე და ახალი მონტაჟები ავაწყე საერთოდ რა და არც ველოდებოდი საერთოდ. მინი საკვებურებით თევზაობდით, კი, ძალიან დიდი გამოცდილება. დიდი ფლეტები და საშუალო ფლეტებიც კი ამოვიღეთ. ნუ მოკლედ, დავამშვიდობოთ. კი, დაგემშვიდობებით და არ ვიცი და ძალიან მოკლედ საბოლოო ჯამში ძალიან დიდი ამბავი ძალიან კარგი. გავაკეთეთ, გავჭერეთ ეს გზა. ბოლოს ვიტყვი, პირველად 2013 წელს წავედი მე და ჩემი ცხონებული ქვისლი გია ფიჩხაია, რომელიც მაშინ ჩვენი მთავარი მსაჯი იყო ფედერაციის, რომ უბრალოდ მენახა, როგორ ტარდებოდა საერთაშორისო ტურნირი ბელარუსში. იმიტომ არ ვიცოდი ეს როგორ ხდებოდა რა. კი უკვე ქონდა ჩვენ ფიდერის ფედერაცია არ ქონდა რა, უბრალოდ ჯგუფი ფიდერის ფედერაცია ქონდა, დიდი ფედერაცია და აღიარება 2015 წელს მოხდა, 2 წლის შემდეგ, მაგრამ უბრალოდ იმის გასაგებად როგორ უნდა ჩატარებულიყო საერთაშორისო, უბრალოდ ფიდერის კლასიკური ტურნირი, წავედი ბელარუსში და იქ ვნახე ძალიან მაღალი დონის ტურნირი ტარდებოდა ხოლმე 2019 წლამდე მეგობრობის დასი და მეორე წელს რომ ნაკრებით წავედით, ჩვენ გვიხაროდა რომ ბოლოები არ ვიყავით რა. ანუ ბოლოს წინა ადგილი დავიკავეთ და ისე გვიხაროდა ბავშვებივით ხტუნავდით რა. ესე დავიწყეთ რა და აქაც ესე დავიწყეთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ კიდე უფრო უკეთესი შედეგები გვექნება და რა ვიცი, თავი გადავნეთ და გვიყურეთ რა, ნახოთ. მადლობა მოსმენისთვის.